ტრამპმა კუბაში შიში დათესა, როდესაც დააკენა საკითხი ბოლო წლებში შეერთებულ შტატებში შესული 500,000-მდე კუბელის შესაძლო დეპორტაციაზე. და ამ ორშაბათს 2026 წლის 25 მაისს ჰავანის რეჟიმი გრძნობს, რა მასშტაბის პოლიტიკური ბომბი შეიძლება ჩამოვარდეს კუნძულზე. ზეწოლა მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც ამერიკის ტერიტორიაზე დარჩენის უფლების დაკარგვის შიშით ცხოვრობს. ის პირდაპირ უთხრამს კუბის დიქტატურას, რომელმაც საკუთარი ხალხი შიმშილით, გათიშვებით, რეპრესიით და სიღარიბით გარეთ გააგდო. მაგრამ ეხლა შეიძლება იძულებული გახდეს უკან მიიღოს ის მრავალრიცხოვანი ხალხი, რომლისთვისაც სისტემას არც საკვები, არც სამუშაო და არც სტრუქტურა არ აქვს, რომ შეინარჩუნოს. დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო იციან, სად დააწუნენ. მიგრაციის ბოროტად გამოყენების შეწყვეტა, ჰავანასგან პასუხისგებლობის მოთხოვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, ფხოვნა, პირდაპირი დახმარების შეთავაზება. ხალხისთვის დახმარება და იმის აღკვეთა, რომ კასტროს ელიტამ გამოიყენოს კუბელები ფარად, რათა ვაჭრობაში მიიღოს შეღავათები რეალური თავისუფლების გარეშე. რას მალავს ჰავანა ამ დეპორტაციების შიშის უკან? რატომ ეშინია რეჟიმს საკუთარი კუბელების უკან მიღების? როგორ გადააქცია ტრამპმა მიგრაციის კრიზისი პოლიტიკური არაღად კუბის დიქტატურის წინააღმდეგ, დიქტატურის წინააღმდეგ, ყველაფერს ახლავე გეტყვი. მაგრამ ეხლა ნამდვილად მოგინდებათ არხზე გამოწერა, რომ ინფორმირებული დარჩეთ. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესისგან, გლობალი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება კუბის გაშუქებაზე მომუშავე მედია საშუალებებში, მიუთითებს, რომ ვაშინგტონსა და ჰავანას შორის მოლაპარაკებები მოიცავს აშშ-ში ჩასული, ძირითადად ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში 500,000-მდე კუბელის შესაძლო რეპატრიაციას. ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯო გარსიამ განაცხადა, რომ ეს იქნება მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა. ეს წინადადება იზოლირებული არ არის. ის შედის უფრო დიდ პაკეტში, რომელიც მოიცავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეკონომიკურ რეფორმებს, პოლიტიკურ რეფორმებსა და კონფისკებული ქონების კომპენსაციას და ახალი ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და კუნძულს შორის. მაგრამ ის ნაწილი, რომელმაც მაიამი, ჰავანა და კუბური საზოგადოება შეძრა, სწორედ მასობრივი დეპორტაცია იყო, რადგან ეს ეხება ოჯახს, სამუშაოს, საცხოვრებელს, შიშს და მომავალს. დონალდ ტრამპი ამ თემას პირდაპირ იყენებს, რადგან ბოლო წლებში კუბელების შესვლა შეერთებულ შტატებში მკვეთრად გაიზარდა და ეს ვაშინგტონისთვის პოლიტიკურ პრობლემად იქცა. ბევრი მათგანი ჩამოვიდა პროგრამებით, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ან გააფართოვა. სხვები საზღვარზე შემოვიდნენ, კიდევ სხვები კი მიგრაციის არამყარ პროცესებში იმყოფებიან. ტრამპისთვის გზავნილი ასეთია: ღია კარის ეპოქა დასრულდა. თეთრი სახლი აპირებს გადახედოს ნებართვებს, დაასრულოს ჰუმანიტარული დაშვების ბოროტად გამოყენება და გააცალკეოს ისინი, ვინც კანონიერად შევიდა, მათგან ვისაც დანაშაული, თაღლითობა ან გაძევების ბრძანება აქვს. შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე გადადგა ნაბიჯები დაშვების პროგრამების წინააღმდეგ კუბელებისთვის, ჰაიტელებისთვის, ნიკარაგუელებისთვის და ვენესუელელებისთვის. და უზენაესმა სასამართლომ მთავრობისთვის ნება დართო, გაეგრძელებინა ამ ნებართვების გაუქმება. ამ ნაბიჯმა გზა გაუხსნა ბევრად უფრო ძლიერ მიგრაციულ ზეწოლას ჰავანაზე. კუბის რეჟიმი ცდილობს გაყიდოს იდეა, თითქოს ვაშინგტონის მსხვერპლია, მაგრამ რეალობა თავად დიქტატურის წინააღმდეგ მოქმედებს. კუბამ მოსახლეობა დაკარგა. დაკარგა საწარმოო შესაძლებლობა, დაკარგა ახალგაზრდები, დაკარგა პროფესიონალები და დაკარგა ნდობა. ეხლა, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ უკან დაბრუნდეს 500,000-მდე ადამიანი ჰავანათრთის, რადგან არ აქვს სამუშაო, საკვები, ენერგია და არც ინფრასტრუქტურა, რომ ეს დაბრუნება შეითვისოს, დიქტატურა, რომელმაც ხალხი კუნძულიდან გააძევა, ეხლა შეიძლება ამავე ხალხმა მოსთხოვოს პასუხი და ეს მოთხოვნა რეჟიმისთვის სასტიკია. რადგან ეს აჩვენებს, რომ კუბის კრიზისი არ შეუქმნია დეპორტირებულებს. ის შეიქმნა 10 წლეულების განმავლობაში პოლიტიკური კონტროლის, გაჩერებული ეკონომიკის, რეპრესიებისა და პრივილეგიების შედეგად, რომლებიც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ელიტას ჰქონდა. ოპერაციას ასევე აქვს გზავნილი კომუნისტური ხელმძღვანელობისთვის. ვაშინგტონი მხოლოდ იმიგრაციას არ განიხილავს, ის განიხილავს ძალაუფლებას. მარკო რუბიომ უკვე განაცხადა, რომ კუბასთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების შანსი მაღალი არ არის, სწორედ იმიტომ, რომ შეერთებულმა შტატებმა იცის, ვისთან აქვს საქმე. ტრამპის ადმინისტრაციამ $100 მილიონი ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა კუბის ხალხს, საკვებითა და მედიკამენტებით. მაგრამ სურს, რომ ეს დახმარება სანდო ორგანიზაციებზე გაიაროს, როგორიცაა კათოლიკური ეკლესია ან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, არა რეჟიმის სამხედრო და ბიზნეს სტრუქტურების ხელში. ეს კუბის მანქანის გულს ეხება, რადგან ჰავანა ყველაფრის კონტროლს ცდილობს, საკვების, მედიკამენტების, ინტერნეტის, გარედახმარების, ფულის შემოსვლისა და ადამიანების გასვლის. კიდევ ერთი სერიოზული საკითხია ინტერნეტი.
გავრცელებული ცნობებით ნათქვამია, რომ ამერიკული შეთავაზება მოიცავს მხარდაჭერას კავშირისათვის, რომელიც კუბის სახელმწიფო კომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება. ეს რეჟიმს აწუხებს, რადგან კუბაში ინტერნეტი მხოლოდ კომუნიკაცია კი არა, არამედ სოციალური კონტროლიცაა. როდესაც პროტესტია დიქტატურა წყვეტს სიგნალს, ბლოკავს ინფორმაციას და ცდილობს, რომ კადრები კუნძულიდან არ გავიდეს. თუ კუბელებს ექნებათ უფრო თავისუფალი ცდომა ინფორმაციაზე, დიქტატურა დაკარგავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს შიშის შესანარჩუნებლად. ამიტომ, როდესაც დონალდ ტრამპი დახმარებას ინტერნეტს და დეპორტაციებს ერთ მაგიდაზე აყენებს, ის მხოლოდ რეისებზე არ ვაჭრობს. ის ეხება იმ მექანიზმებს, რომლებიც ჰავანის ელიტას იცავს. დეპორტაციები უკვე მცირე მასშტაბით დაიწყო. 2026 წლის იანვრიდან მაისამდე, როგორც შემთხვევაზე გავრცელებულმა რეპორტაჟმა აჩვენა, შეერთებულმა შტატებმა 612 კუბელი გააძევა 18 ოპერაციაში. ეს ჯერ კიდევ არ არის ის გიგანტური რიცხვი 500,000, მაგრამ მიმართულებას აჩვენებს. ამერიკის მთავრობა მარშრუტებს ცდის, ის ახორციელებს იურიდიულ ზეწოლას, აწარმოებს მოლაპარაკებებს მესამე მხარეებთან და აიძულებს ჰავანას პოზიციის დაფიქსირებას. თებერვალში რეისმა 170 კრიმინალური წარსულის მქონე კუბელი გადაიყვანა კუნძულზე. ეს სიმბოლური ფაქტია, რადგან კუბა ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთი კრიმინალური წარსულის ან ძველი მსჯავრის მქონე დეპორტირებულის მიღებას. ზეწოლა მექსიკასაც ეხება. მარტში სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფედერალურმა მოსამართლემ ბოსტონში ტრამპის ადმინისტრაციას ახსნა განმარტება მოსთხოვა დაუწერელი შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 6,000 კუბელი მექსიკაში გააგზავნეს. ეს დეტალი აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ერთდროულად რამდენიმე გზით მუშაობს. როცა ჰავანა არ იღებს, შეერთებული შტატები ალტერნატივებს ეძებს. როცა სასამართლოები კითხვებს სვამენ, თეთრი სახლი მიგრაციულ უფლებამოსილებას იცავს. როცა დიქტატურა დროს იგებს, ტრამპი პოლიტიკურ ფასს ზრდის. ჰავანა ამ დარტყმას გრძნობს, რადგან კუბელების ექსპორტი მხოლოდ ამერიკის საზღვრის საკითხი არ არის. ეს კუნძულისთვის სოციალური ბომბაა. ვინც კუბა დატოვა, ხშირად ოჯახი დატოვა. ქონება გაკიდა, ვალები აიღო. საშიშ საზღვრებს გადაკვეთა ამ პროგრამებში შევიდა, რომლებიც დროებით სტაბილურობას პირდებოდა. თუ ამ ჯგუფის ნაწილი დაბრუნდება უმუშევარი, უსახკაროდ და პერსპექტივის გარეშე, შიდა წნეხი შეიძლება გაიზარდოს უბნებში, რიგებში, დაწესებულებებში, აეროპორტებში და სოციალურ ქსელებში. რეჟიმმა ეს კარგად იცის. ამიტომაც ცდილობს ტრამპის ნებისმიერ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ პროპაგანდად აქციოს, მაგრამ ეს ნარატივი სუსტდება, როცა თავად კუბელი ხალხი იცნობს, ვინ გაანადგურა ადგილობრივი ეკონომიკა. ამასობაში ეკონომიკური კულისების წარმომადგენლები ცდილობენ გაკიდონ კონტროლირებადი ტრანზიცია, შეზღუდული გახსნით, უცხოური ინვესტიციებით და ხელისუფლების შენარჩუნებით კასტროს ელიტასთან დაახლოებულ ჯგუფებში. ეს ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. ჰავანა ფულს, ტურიზმს, ქონებას, პორტებს, გზებსა და ინვესტიციებს ითხოვს, მაგრამ არ სურს რეალური პოლიტიკური თავისუფლების გადაცემა. სურს მიიღოს შეღავათები, მაგრამ არ დაკარგოს კონტროლი. ტრამპიც ამას იცის, რუბიოც იცის და მაიამის კუბური საზოგადოებაც იცის. ამიტომ 9 მილიონამდე კუბელის დაბრუნება უხერხულ ბარიერად იქცევა. თუ რეჟიმს სურს მოლაპარაკება, მოუწევს იმ კრიზისის ადამიანური ფასის გადახდა, რომელიც თავად შექმნა. ან ჰავანა დათანხმდება ზეწოლას და რეალურ ცვლილებებს დაუშვებს, ან სოფლიოს წინაშე აღიარებს, რომ საკუთარი კუბელების უკან მიღებაც კი არ შეუძლია. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.